მოგესალმებით ჩემს გამომწერებს და სტუმრებს არხზე Vox Universum, მე ვარ სხივი, მადლობა უკავშირისთვის, თქვენი კომენტარებისთვის და მოწონებებისთვის და განსაკუთრებული მადლობა ჩემი არხის გამომწერებს. დღეს გთავაზობ 2025 წლის ნოემბრის ტარო პროგნოზს სასწორებისთვის. ნახოთ თვის ძირითადი ფონური ენერგია და გაშლის ბოლოს ვნახოთ რა რჩევას მოგცემთ სამყარო. ასევე შევეხოთ ცხოვრების სამნიშნელოვან სფეროს, ეს არის პირადი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობები, საქმიანი სფერო და თვითრეალიზება, ფინანსური შესაძლებლობები. დავიწყოთ, ვნახოთ თვის ფონური ენერგია. მესამე მაღალი არკანი იმპერატორი ქალი, რესურსის და ზოგადად კეთილდღეობის საუკეთესო ენერგიაა. ეცადეთ მაქსიმალურად პოზიტიურად გამოიყენოთ ეს დრო თქვენი თვითრეალიზებისთვის ნებისმიერი მიმართულებით. ამ პერიოდში მოგეცემათ ყველანაირი შესაძლებლობა, რომ განახორციელოთ თქვენი სურვილები, მიიღებთ გაწეული შრომის შედეგებს, მეტაფორულად თუ ვიტყვით ფაქტობრივად მოსავლის მიღების პერიოდი გექნებათ და გაცილებით ადვილად შეძლებთ ყოველდღიური ამოცანების შესრულებას. ამ პერიოდში იგრძნობთ თქვენს მიმართ გაზრდილ კეთილგანწყობას, ინტერესს, შეძლებთ უკეთესობისკენ შეცვალოთ თქვენი გარეგნობა, შესაძლებელია არაერთი კომპლიმენტიც მიიღოთ ამასთან დაკავშირებით, თავს იგრძნობთ გაცილებით ჯანმრთელად, ენერგიულად, აქტიურად, მოიმატებს თქვენი სექსუალობა, ქალებისთვის არაჩვეულებრივი პერიოდია იფიქროთ დედობაზე და ზოგადად თქვენი დედობრივი ინსტინქტები და ზრუნვა გარშემოყოფებზე და გარემოზე გაიზრდება. ბუნებრივია ასეთი ენერგია პოზიტიური განწყობილებით აგავსეთ და დადებითი ემოციებით დაგმოხდავთ. ოღონდ ამ მდგომარეობამ შესაძლებელია გარკვეული თვით ტკბობისკენ გიბიძგოთ, ამიტომ გირჩევთ ზედმეტად არ მოდუნდეთ და მაქსიმალურად პოზიტიურად გამოიყენეთ ეს არაჩვეულებრივი დრო კიდევ უფრო მეტი თვითრეალიზებისთვის. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია თქვენი პირადი ცხოვრებისა და სასიყვარულო ურთიერთობების სფეროში. თასების სამიანი. ეს არკანი ურთიერთობების სიმრავლეზე მიუთითებს, გამორიცხული არ არის ამ პერიოდში პარალელურ ურთიერთობებში შეხვიდეთ, თავს მისცეთ უფლება დაუფიქრებელი ნაბიჯები გადადგათ და გამოავლინოთ უპასუხისმგებლობა არსებულ პარტნიორთან მიმართებაში. მათთვის კი ვისაც ასეთი თავგადასავალი არ გემუქრებათ, შესაძლებელია პარტნიორთან ერთად მოგიწიოთ სხვადასხვა საზოგადოებაში, სხვადასხვა თავყრილობებსა და წვეულებებზე დასწრება, სადაც პოზიტიური ემოციებით აივსებით და სასიამოვნოდ გაატარებთ დროს. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ბარათი წყვილებისთვის. კვერთხების 7-იანი. ამ პერიოდში პარტნიორთან ურთიერთობაში მოგიწევთ დაიცვათ თქვენი შეხედულებები და თქვენი სურვილები. ან მოგიწევთ პარტნიორის სურვილების, ან მოთხოვნების მოგერიება. ამის გამო არ არის გამორიცხული შეგექმნათ დაძაბული და შესაძლებელია კონფლიქტური სიტუაციებიც, შეეცადეთ არ აყვეთ ემოციებს, იმოქმედეთ წინდახედულად და შეინარჩუნეთ ზომიერების შეგრძნება. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი წარმავალია და ამგვარი სირთულეებიც გაივლის. იმოქმედებთ ისე, რომ როდესაც ცეცხლის ასეთი ძლიერი ენერგია განელდება და გაივლის თქვენ შორის, აღმოაჩინოთ, რომ ფაქტობრივად უმიზეზოდ აწყენინეთ ერთმანეთს. რაც შეეხება მათ, ვინც მარტო ხდება ამ პერიოდს, მეხუთე მაღალი არკანი იეროფანტი. გამორიცხული არ არის, რომ ბევრი თქვენგანი სიმარტოვეში არაოფიციალურ ურთიერთობასაც გულისხმობდეთ და სწორედ ამ პერიოდში გეგმავდეთ, ან ნოემბრის განმავლობაში ისე დაალაგდეს გარემოებები, რომ შეძლოთ ურთიერთობის გაოფიციალურება. ხოლო მათთვის, ვინც მართლა მარტო ხართ და არ გყავთ პარტნიორი, გეტყვით, რომ თქვენთვის მაღალია შანსი ბედმა გაგიღიმოთ და გაიცნოთ ადამიანი, რომელთანაც ხანგრძლივ ურთიერთობაში შეხვალთ და დიდი ალბათობით უახლოეს მომავალში ოჯახსაც შექმნით.
ნახოთ თვითრეალიზების რა შესაძლებლობებს გვერდებათ ნოემბერში საქმიანი სფერო, კვერთხების სამიანი, ახალი პროფესიული პერსპექტივები იშლება თქვენს წინაშე, შესაძლებლობების ახალი კარები იხსნება, საჭიროა იაქტიუროთ, შეისწავლოთ თქვენ სფეროში არსებული თანამედროვე მიგნებები და არსებული მიღწევები, გამოავლინეთ თქვენი იდეები და ინიციატივებიც თამამად, გაბედეთ და მოსინჯეთ ახლებურად შეხედოთ თქვენ საქმიანობას, ეცადეთ განჭვრიდოთ სამომავლო პერსპექტივები, გააფართოვეთ თქვენი ხედვა, აზროვნება, შეეცადეთ უფრო ამბიციურადაც კი, ბუნებრივი ამ სიტყვის პოზიტიური მნიშვნელობით, შეხედოთ თქვენს კარიერულ მომავალს, სამყარო გეუბნებათ, რომ თქვენთვის საქმიან სფეროში მასშტაბირების, საზღვრებისა და თვალსაწიერის გაფართოვების დროა, ასე რომ იაქტიურეთ ნოემბრის განმავლობაში თქვენ ამ სფეროში წარმატება გელით. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია დასაქმებული პირებისთვის. მონეტების 10-იანი. საქმეში მიღწევების პერიოდი გაქვთ და პოზიტიური შედეგების. ეს ბარათი მოიაზრებს ნაყოფიერ გუნდურ მუშაობას, როდესაც კოლექტივის თითოეულმა წევრმა იცის თავისი ადგილი და გააზრებულიც აქვს პასუხისმგებლობა საქმესთან დაკავშირებით, ასევე ეს ბარათი ერთგვარი მინიშნებაა თქვენთვის, რომ თქვენ ფლობთ გარკვეულ ცოდნას და უნარებს, ან შესაძლოა კონკრეტულ ხელობას, რომ შეიქმნათ შემოსავლის დამატებითი წყარო, უფრო ზუსტად სახლიდან იმუშაოთ, მაგალითად მოახდინოთ თქვენი ჰობის მონეტიზაცია, ან რაიმე საოჯახო ბიზნესს ჩაუყაროთ საფუძველი. და ბარათების ასეთი კომბინაცია შესაძლებელია მიუთითებდეს, რომ თუ ასეთ ახალ მიმართულებას მოგიდებთ ხელს და განავითარებთ, სამომავლოდ შესაძლებელია დიდი წარმატებები და ახალი პერსპექტივები გადაიშალოს თქვენს წინაშე. მათთვის კი, ვინც ამ პერიოდს სამსახურის გარეშე ხვდება, ხმლების 2-იანი. ამ პერიოდში დაბნეული იქნებით, უკეთეს შემთხვევაში გაგიჭირდებათ არჩევანის გაკეთება იმ ვარიანტებიდან, სადაც შეგიძლიათ დასაქმდეთ, უარეს შემთხვევაში კი შესაძლებელია საერთოდ ვერ ფიქრობდეთ, სად შეიძლება დასაქმდეთ და რას შეიძლება აკეთებდეთ. გირჩევთ დამშვიდდეთ, არ მოაქციოთ თქვენი თავი გარემოებების წნეხის ქვეშ, ცივი რაციონალური გონებით გაანალიზეთ თქვენი უნარები, ცოდნა, ასევე დაფიქრდით, რის კეთება განიჭებთ სიამოვნებას და სწორედ ამ მიმართულებით დაიწყეთ სამსახურის ძებნა. მათთვის კი, ვინც თვითდასაქმებულია ან საკუთარ ბიზნესს მართავთ, ხმლების 4-იანი. ეს ბარათი ერთგვარ უმოქმედობას აღნიშნავს, შესაძლებელია გულისხმობდეს, რომ ნოემბერში დაისვენებთ, საშუალება გექნებათ დატვირთული სამუშაო გრაფიკის შემდეგ თავს უფლება მისცეთ, რომ განიტვირთოთ, აიღოთ პაუზა გასაანალიზებლად, სამომავლო გეგმებზე დასაფიქრებლად, თუმცა ბარათების ასეთი კომბინაცია შეიძლება მიუთითებდეს, რომ ამ პერიოდში ვერ მოახერხებთ თქვენი ჩანაფიქრების განხორციელებას, შეგექმნებათ გარკვეული დაბრკოლებები, რაც შესაძლებელია გამოწვეული იყოს გარემო ფაქტორებითაც, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ამის მიზეზი იყოს გადაღლა ან ავადმყოფობა, ამიტომ იყავით ფრთხილად, ყურადღებით მოეკიდეთ საკუთარ ჯანმრთელობას, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და არ დაივიწყოთ დასვენების აუცილებლობაც. რაც შეეხება თქვენს ფინანსებს ნოემბერში, მე-11 მაღალი არკანი მართლმსაჯულება, თქვენი შემოსავლები ამ პერიოდში დამოკიდებული იქნება თქვენს წარსულქმედებებზე, მაგალითად თუ წინა პერიოდში ფრთხილად და გონივრულად მართავდით ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებს, შესაძლებელია ამ პერიოდში ადრე გაწეული მონდომების საუკეთესო შედეგებიც მიიღოთ, როგორც დამსახურებული ჯილდო, თუმცა თუ საპირისპიროდ იქცეოდით, შესაძლებელია ახლა მოგიწიოთ პასუხისგება თქვენი ზერელე და უყურადღებო დამოკიდებულების გამო. მიუხედავად ამისა, ეს ბარათი გეუბნებათ, რომ ნოემბრის განმავლობაში შეძლებთ დაიცვათ ბალანსი შემოსავლებსა და ხარჯებს შორის, თუმცა ასევე მნიშვნელოვანი იქნება ამ პერიოდში განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოიკიდოთ ნებისმიერ ფინანსურ საკითხს, ფინანსებთან დაკავშირებულ ნებისმიერ ოპერაციას და დოკუმენტაციასაც. ნახოთ რა რჩევას გაძლევთ სამყარო ამ პერიოდისთვის. მონეტების 5-იანი. თვე საკმაოდ აქტიურად და დატვირთულად გამოიყურება, რაც საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს თქვენგან,
ამიტომ ეცადეთ სწორად გადაანაწილოთ დრო და არ დაივიწყოთ დასვენების აუცილებლობაც. აკონტროლეთ თქვენი ჯანმრთელობა, ფიზიკური და ფსიქოემოციური მდგომარეობა, საჭიროების შემთხვევაში არ გადადოთ ექიმთან ან შესაბამის სპეციალისტთან ვიზიტი, გამაჯანსაღებელი პროცედურები, ფიზიკური აქტიურობა, დასვენება და სუფთა ჰაერი თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გახსოვდეთ, რომ ჩვენი ფიზიკური რესურსი ამოწურვადია და მას აუცილებლად ჭირდება პერიოდულად აღდგენა. ასეთი იყო 2025 წლის ნოემბრის ზოგადი ტარო პროგნოზის სასწორებისთვის, ვისაც გსურთ მიიღოთ უფრო კონკრეტული პასუხები ინდივიდუალურად თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე გელით პირად კონსულტაციაზე, მომწერეთ. ჩემი ყველა საკონტაქტო ინფორმაცია განთავსებულია ვიდეოს ქვემოთ ინფობოქსში. თუ მიღებული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იყო, გთხოვთ მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და აუცილებლად ამიტოვეთ კომენტარები. გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენს მიერ გამოვლენილი აქტივობა მნიშვნელოვანი მოტივაციაა ჩემთვის, კვლავაც მოგაწოდოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია. უსმინეთ სამყაროს ხმას არხზე Vox Universum, გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. მომავალ შეხვედრამდე.